ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება გიორგიევსკთან დაკავშირებით. დღეს დადგა დრო ვიზრუნოთ ქვეყნის რეალურ გადარჩენაზე და ახალ გიორგიევსკი 2-ზე. ეს რუსეთში მცხოვრები მამუკა ფიფია, პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთი ლიდერი. გეორგიევსკი 2 ფიფიას ახალი იდეა არ არის. ამაზე მისი პოლიტიკური გუნდი ჯერ კიდევ 2024 წელს საუბრობდა. რა შეიცვალა ახლა? 12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა. ერეკლე მეორემ როდესაც ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს ამ დოკუმენტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში და ქვეყნის გადარჩენაში. ისიც თქვა ეს ნაბიჯი ბრძნული და უალტერნატივო იყო. მეორე დღეს იცით რა მოხდა? ამ განცხადებას მამუკა ფიფია გამოეხმაურა. მიხარია რომ დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ რეალობას აცნობიერებს, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ხმამაღლა ვსაუბრობდითო. იქვე შეგვახსენა, რომ 2 წლის წინ თელავში ერეკლე მეორის ძეგლთან მისმა პარტიამ საჯაროდ გამოაცხადა საქართველოს ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი სჭირდებაო. ამის შემდეგ კობახიძემ 18 აგვისტოს ბრიფინგიც მოაწყო და გეორგიევსკის ტრაქტატზე ისაუბრა. სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა. ამ ყველაფერს თან დასავლეთის კრიტიკაც მოაყოლა. არ დავიწყებია deep state-იც. ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. უკვე 20 აგვისტოს ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმაც თქვა, რომ ერეკლემ ჭკვიანური და ბრძნული ტრაქტატი გააფორმა, რომლითაც საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო. გაჩვენეთ, რომ ფიფიასა და ქართული ოცნების ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა. რატომ? დასკვნები თქვენთვის მოგვინდია. ჩვენ შეგახსენებთ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. ტრაქტატის მიხედვით სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. შეთანხმება რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. ბოლოს ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს მოусმინოთ. ეს არის თავარი შეტყობინება საბჭოური რუსული პროპაგანდის, რომ ისტორიულად ჩვენ ვართ მართლები, ისტორიულად რუსეთმა თქვენ გადაგარჩინათ, თქვენ ხართ ვალში, თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ დამოუკიდებლად, გაქრებით უბრალოდ, თუ არა რუსიის სალდატის ხიშტი და ჩექმა.